2025-2026 სასწავლო წელს სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ჩაერთნენ ეთუნინგის პროექტში. ეთუნინგი გახლავთ 20 წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს უამრავ სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს. დღეს წარმოდგენილი არიან ანაბასისის პატარა მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ თავს თუ როგორ ატარებს წყალს სხვადასხვა ნიადაგი. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ პროექტში და თემატურად სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ, როგორც მდგრადი განვითარების კუთხით, ასევე სამეცნიერო კუთხითაც. არსებული პროექტი 20 წლის გახლავთ და ერთ-ერთი უძლიერესი პლატფორმა არის. დღესდღეობით 12 ქვეყანა მონაწილეობთ პროექტში, რომელსაც ეწოდება მომავლის მცველები და ვახორციელებთ უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობებს გარემოს დაცვით, ეკოლოგიის კუთხით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს პირველად ჩაერთო ჩვენი სკოლა ამ პროექტში და საკმაოდ დიდი მოტივაციით და მონდომებით ასპარეზობენ ბავშვები ევროპის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ამზადებენ პოსტერებს, პლაკატებს, ქონდა ასევე აქტივობა ნერგის დარგვა და დავრგეთ მომავლის მცენარე, რომელსაც უვლიან და რომელზეც ზრუნავენ ჩვენი პატარა ანაბასისელები. ამ პროექტის დახმარებით ბავშვები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, ასევე იხმავებენ უცხოენის დონეს. მე მომწონს ინგლისურის სწავლა და მით უმეტეს რომ პროექტში რაღაცებს ვაკეთებ და თან მომწონს მე ეს პროცესი. მომწონს ინგლისური ენა. ხანდახან ხიარულობთ ხოლმე, თან თამაშობთ და ხან სიტყვას ვაპარებთ ერთმანეთს. სიოვებს გავკეთეთ დღეს ენერგი დავდგეთ. შემდეგ წყლის ბრუნვა გავაკეთეთ თებშებზე. და ახლა ვაკეთებთ როგორ გადის მიწაში წყალი. ინგლისურად ყევით რაღაცებს და ძალიან სასიამოვნო პროცესია. პროექტული სწავლება ავითარებს ძალიან ბევრ უნარს. მოსწავლეები ამ დროს სწავლობენ გუნდურ მუშაობას, სწავლობენ თავიანთი აზრების გამოხატვას, დაცვას, შესაბამისად იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ სკოლა ძალიან პროექტებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილების მქონე სკოლა არის, არაერთ პროექტში გაგვიმარჯვია. წელს კი ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონი ნანას მიერ ჩვენი მოსწავლეები ჩართული არიან ეთუნინგის პროექტში. ეს არის ევროპის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული არის ევროპის ბევრი ქვეყანა და მასწავლებლები აქ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და აი ჩვენი ჩართვა ამ სკოლაში ქალბატონი ნანას დამსახურება არის. დიდი მადლობა მას ამ აქტივობისათვის. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობას ეწევა მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად. თვეში 4 აქტივობას ახორციელებს, უკვე განახორციელეს არაერთი აქტივობა ჩვენ სკოლაში. მცენარე დარგეს, გააკეთეს პოსტერები, შეისწავლეს პატარა ბავშვებმა უკვე წყლის ბრუნვა. დღეს აკეთებენ ექსპერიმენტებს ნიადაგის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით, იძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს და ვფიქრობ, რომ ეს უნარები მათ სამომავლოდ ძალიან წაადგება და შესაბამისად არაერთმა შეიძლება აირჩიოს სწორედ მეცნიერული მიმართულება.